არც ერთი სახელმწიფო იარაღს არ აძლევს არც არაბებს, არც ებრაელებს, მაგრამ არაბებს იარაღი აქვთ. აბსოლუტურად მოულოდნელი დახმარება საიდან? იოსებ სტალინი. საბჭოთა კავშირი. რომელმაც დახმარება აღმოუჩინა. მანამდე როცა ის იყო დეკლარაცია მიიღეს, გაეროს დეკლარაცია, იქ გრომიკო გამოვიდა და თქვა, რომ ამ ხალხს ამდენი უბედურება რომ დაემართა, ასე ცუდად რომ მოვეკეცით და ყოველთვის ცუდად რომ ვექცეოდეთ, ეკუთვნით სახელმწიფო და სტალინისგან მიიღეს დახმარება. სტალინი ხო ახლა ვის მოწონს, ვის არ მოწონს, ჯგვიანი კაცი იყო, ხო, სტრატეგიული ხედვები ჰქონდა. ომი მოგებული აქვს, ევროპაში დაალაგა სიტუაცია, რაც მიიღო, აღმოსავლეთში იაპონიის პრობლემა მოიხსნა, ყველაფერი ახლა აღმოსავლეთით არ იყო დაკავებული მანდამაინც სტალინი, მაგრამ ახლა გაჩნდა ასეთი სახელმწიფო, ხო, ებრაელობა და იქ სტალინის მთავარნატრები ვინ არიან? ანგლოსაქსონი, განსაკუთრებით ბრიტანეთი, ხო? მოდი ებრაელებს ხო არ მივეხმარო. მით უმეტეს სიონისტები, სოციალისტები არიან თავის ბუნებით. ჩვენნაირები არიან, ხო? პირდაპირ დახმარება არ გაუწია. მაგრამ გაუწია როგორ? დაავალა ჩეხოსლოვაკიას, მიეცა იარაღი. ახლა წაწარმოებენ ჩეხები კარგი იარაღს. დაავალეს. თან ჩეხური ქარხნები ომის დროს, რომელიც გერმანელებს ემსახურებოდა, არ დაბომბილა. და ჩეხეთი, სადაც ომი არ ყოფილა, ბერლინი რო დაეცა, ჩეხეთი არ იყო დაპყრობილი ჯერ ბოლომდე, ხო? დიდი საცავები იყო იქ იარაღის, ვერმახტის, გერმანელების. სტალინმა უბრძანა ჩეხებს და გაიხსნა ეს საცავი, წამოვიდა ზღვას. ხა, მანამდე რაღაცები შედიოდა, მაგრამ აი როგორც კი ომი დაიწყო, აი გემები მიაყენა სტალინმა. ტანკები, არტილერია, ავიაცია, 25 გერმანული მესერშმიტი.